სკანდალი, რომელიც ერთი წლის წინ პარიზის ოლიმპიადაზე კრივის რინგზე აგორდა, დღემდე არ განელებულა. პირიქით, ახალი გარემოებებით გაიზარდა და არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, ანუ Deep State-ის დაქვემდებარებული მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის გარშემო ახალი ძალით იფეთქა. უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ალჟირელი მოკრივე, პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი იმან ხალიფი არის კაცი. და ეს მისმა ბიოლოგიურმა დნმ ანალიზმა დაადასტურა. მის ორგანიზმში არის XY ქრომოსომი, რომელიც უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანი არის მამაკაცი. არადა ოლიმპიადის წინ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდისტი, მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ იმან ხალიფი არის ქალი და ყველა ის ანალიზი, რომელიც მის კაცობას ადასტურებს, არასანდო და რუსების манипуляციას წარმოადგენსო. და აი რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ გაირკვა, რომ ერთადერთი ვინც манипуляციას ეწეოდა ოლიმპიური კომიტეტი იყო, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული და ჯამთელი სპორტსმენი გოგონები ჯამთელობის დაზიანების სერიოზული რისკის ქვეშ დააყენა, როცა მათთან საჩხუბრად რინგზე ჩვეულებრივი მამაკაცი შეუშვა. ყველაფერი კი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამედიცინო დასკვნით და სქესობრივი ტესტის შედეგებით გაირკვა. ყველა ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ იმან ხალიფი ბიოლოგიურად მამაკაცია. მისი დნმ კაცისაა და მისი მონაწილეობა ქალთა კრივში დაუშვებელია. რაც თავარია, ამ დასკვნის შესახებ დეტალურად იყო ინფორმირებული ოლიმპიური კომიტეტი. დასკვნა ჯერ კიდევ 2023 წელს ნიუ-დელიში ჩატარებული ანალიზების საფუძველზეა შედგენილი. სწორედ ამ დასკვნის გამო ხალიფმა დისკვალიფიკაცია მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე. ავტორიტეტული სპორტული გამოცემა 3 Wire Sports-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ამ დოკუმენტში ხალიფზე ჩატარებული ანალიზების შედეგებზე ნათქვამი იყო, რომ ქრომოსომების ანალიზმა მამრობითი კარიოტიპი გამოავლინა. კარიოტიპი კი სრულ ნაკრებს გულისხმობს. ანუ ანალიზებში არც ერთი თუნდაც უმნიშვნელო კომპონენტი არ გამოვლენილა იმის დამადასტურებელი, რომ ხალიფი ქალია. სხვათა შორის პარიზის ოლიმპიადის შემდეგ 9 თვეა გასული. ოლიმპიურ ჩემპიონს კი, რომლის ჩემპიონობა ყველაზე მეტ კითხვას ბადებს სპორტულ სამყაროში, ერთი დოკუმენტიც არ წარმოუდგენია იმის დასადასტურებლად, რომ ქალია. ნიუ-დელის ლალ ფაჰლაბის ლაბორატორია კი, რომლის დასკვნას ოლიმპიურმა კომიტეტმა манипуляციური უწოდა, ახსნა განმარტებას და ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს შეურაცხყოფისთვის და რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის. ცნობისთვის ეს ლაბორატორია აკრედიტებულია ამერიკის პათოლოგიური კოლეჯის მიერ და სერტიფიცირებულია შვეიცარიული სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ინდოეთში კი ეს ლაბორატორია თავისი განხრით ყველაზე ავტორიტეტულ და სანდო ორგანიზაციად ითვლება. ამ დასკვნის გამოქვეყნება სამომავლოდ იმან ხალიფის ქალთა კრივში მონაწილეობის პერსპექტივას სერიოზულად ართულებს. თუმცა თავად 26 წლის მოკრივე იხტიბარს არ იტეხს და 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ემზადება. იმუქრება, რომ მეორე ოლიმპიური მედალიც უნდა მოვიპოვო. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის მართული LGBT უფლებების დაცვის ორგანიზაციების მეშვეობით ოლიმპიური რინგამდე თუ მიაღწია, მამაკაც ხალიფს ქალი სპორტსმენები ვერც ლოს-ანჯელესში გაუწევენ წინააღმდეგობას. თუმცა ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც ხალიფს აქვს გადასალახი, ტრამპია. შემდეგი ოლიმპიადა ამერიკაში ტარდება. იქ კი LGBT პრივილეგიები და ტრანსგენდერული შეღავათები ისე აღარ მუშაობს როგორც ადრე. გამოდის, რომ თუ ტრამპი 2028 წლისთვის ვერ დაამარცხებს ამერიკაში გაბატონებულ LGBT დღის წესრიგს, ხალიფი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდება. განსხვავებით მსოფლიო ჩემპიონობისაგან, რომლისკენაც გზა ხალიფს სწორედ გამოქვეყნებული დასკვნის საფუძველზე აქვს გადაკეტილი. ყოველ შემთხვევაში, როგორც ქალს მსოფლიო ჩემპიონატზე, მას არავინ დაუშვებს. დასავლური ცივილიზაციის დეზინტეგრაცია უკვე მხოლოდ მორალურ სფეროს აღარ ეხება. ის ღრმად აღწევს ბიოლოგიურ რეალობაშიც და არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის მიერ ნაკარნახევი იდეოლოგიის სახელით თავს ესხმის თვითბუნებას. იმან ხალიფის შემთხვევა ამ კრიზისის მორიგი მანიფესტაციაა. ალჟირელი მოკრივე 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი, რომელიც ქალთა კატეგორიაში ასპარეზობდა სინამდვილეში
ბიოლოგიური მამაკაცი აღმოჩნდა. სპორტული სამყარო კი ნაცვლად იმისა, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს, ეგრეთ წოდებული გენდერული მრავალფეროვნების სახელით თამაშს აგრძელებს, სადაც ბიოლოგიური ჭეშმარიტება იგნორირებულია, ხოლო სურვილით შერჩეული იდენტობა კანონად ქცეული. ეს არ არის უბრალოდ სპორტული სკანდალი, ეს არის დასავლური მეტაფიზიკის მარცხი. როდესაც ოლიმპიური კომიტეტები, სამედიცინო ინსტიტუტები და საერთაშორისო მედია ერთხმად ადასტურებენ იმას, რასაც ბიოლოგია უარყოფს, აშკარა ხდება. ჩვენი ეპოქაც რო ღვთაებებს ეზიარება, იმ ძალებს, რომლებიც ადამიანის ხატებას ანადგურებენ და მის ადგილას ჰიბრიდულ არსებას აყალიბებენ. არსებას, რომელიც რეალურ ქალსაც აღარ ეკუთვნის და არც კაცურ ღირსებებს ატარებს. ეს არის ტრანსჰუმანისტური ექსპერიმენტის მორიგი ფაზა, კულტურული გადაგვარება, რომელიც წარმოდგენილია როგორც პროგრესი. ამ იდეოლოგიის დამკვეთი და დამფინანსებელი კი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობაა, ანუ deep state. იმანე ხალიფის გამარჯვება პარიზის ოლიმპიადაზე არ იყო გამარჯვება ქალთა სპორტის ან ქალთა უფლებების. ეს იყო ნიღბიანი იმპერიის გამარჯვება იმ იდეოლოგიის, რომელიც თავს ბედნიერების, ტოლერანტობისა და თანასწორობის სახელით გვახვევს. თუმცა საბოლოოდ ცდილობს, რომ ადამიანურ ბუნებას ფუნდამენტური ფორმა წაართვას. დღეს უკვე ქალებად აღიარებული მამაკაცები პირველობენ ქალთა ასპარეზზე. ხვალ კი შეგვახსენებენ, რომ ეს იყო ვითომ სამართლიანობა და ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის სიძულვილის ენის მატარებელია. ასე მუშაობს ფსევდოლიბერალური ინკვიზიციური მანქანა. და ის სწორედ ასე ვიღებთ შედეგს. 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა კრივის კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა იმანე ხალიფი. ადამიანი, რომელიც როგორც შემდგომ გავრცელებული სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებს, სინამდვილეში არავითარი ქალბატონი არ არის. ის ბიოლოგიური მამაკაცია. ეს არ არის უბრალოდ სისტემური შეცდომა, ეს არის შეგნებული იდეოლოგიური იერიში რეალობის წინააღმდეგ. იმანე ხალიფის ბიოლოგიური სქესის შესახებ ინფორმაცია პირველად 2025 წლის 1 ივნისს გახდა საჯარო. ეს მნიშვნელოვანი და სკანდალური ფაქტი პირველად სპორტულ გამოცემა Three Wire Sports-ზე გამოქვეყნდა ამერიკელი ჟურნალისტის ალან აბრაამსონის მიერ. სტატიის მთავარ მტკიცებულებად დასახელდა სამედიცინო ტესტის შედეგები, რომლებიც ხალიფის ბიოლოგიურ სქესს ეხებოდა. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტესტები ჩატარდა 2023 წლის მარტში ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში მდებარე ავტორიტეტულ ლაბორატორიაში, დოქტორ ლალ ფათლაფსიში. კვლევამ გამოავლინა, რომ იმანე ხალიფის ქრომოსომული კომპლექტი იყო XY, რაც ბიოლოგიურ მამაკაცს ახასიათებს. XY კარიოტიპი არის გენეტიკური კოდი, რომელიც განსაზღვრავს მამაკაცურ სქესს, რის საწინააღმდეგოდაც ხალიფი ქალთა სპორტულ შეჯიბრებაში ასპარეზობდა. იმან ხალიფის ბიოლოგიური სქესის სტატუსი, რომელიც ბიოლოგიური მამაკაცისთვის არის დამახასიათებელი, არ შეესაბამება ქალთა სპორტის კატეგორიას, სადაც მონაწილეები ბიოლოგიურად ქალები არიან. მიუხედავად ამისა, ის სწორედ ამ კატეგორიაში ასპარეზობდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოლიმპიური კომიტეტი ამ ინფორმაციას დეტალურად ფლობდა, რადგან აღნიშნული დასკვნა მიღებული იყო 2023 წელს ნიუ-დელიში ჩატარებული სამედიცინო ანალიზების საფუძველზე. თუმცა ოლიმპიადის წინ მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა იდეოლოგიური ინტერესებისათვის მიისაკუთრა პოზიცია, რომ იმანე ხალიფი არის ქალი, ხოლო ყველა სამედიცინო ანალიზი, რომელიც მის ბიოლოგიურ მამაკაცობას ადასტურებს, გაუმართლებელი ბრალდება და რუსული მანიპულაცია იყო. ლაბორატორია, რომლის დასკვნას ოლიმპიურმა კომიტეტმა მანიპულაციური უწოდა, ახსნა განმარტებასა და ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს შეურაცხყოფისა და რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის. სწორედ ამ დასკვნის გამო ალჟირელმა მოკრივემ მსოფლიო ჩემპიონატზე დისკვალიფიკაცია მიიღო. თუ მტკიცებულებებზე არ მოხდება მანიპულაცია, შედეგი კრისტალურად მკაფიო იქნება. ძველი სცენარი ისევ მეორდება. საერთაშორისო კრივის ასოციაციის 2022 და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებულ ქრომოსომულ ტესტებში მოკრივის დნმ-ში აღმოჩნდა XY მარკერები, რაც მამრობითი კარიოტიპის სინდრომს განასახიერებს. ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ ფაქტის შესახებ იცოდა, თუმცა მაინც დაუშვა, რომ იმანე ხელიფი და ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელი იუ ტინგლინი, რომლის ტესტებიც იგივე მარკერებს აჩვენებდა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა კატეგორიაში ასპარეზობდნენ. ლინმაც ოქროს მედალი მოიპოვა. Three Wire Sports ერთადერთი ჟურნალისტური გამოცემაა, რომელმაც 2022 და 2023 წლების ტესტის შედეგები იხილა.
ამ ინფორმაციამ ფართო რეზონანსი გამოიწვია მედიასა და სოციალურ ქსელებში, რადგან ფაქტობრივად დაარღვია ქალთა სპორტში სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპები. გამოქვეყნებიდან მალევე სამედიცინო დოკუმენტები და ტესტის შედეგები სწრაფად გავრცელდა, განსაკუთრებით სოციალურ ქსელ X-ზე, სადაც ბევრმა აქტორმა გამოხატა ღრმა შეშფოთება იმანე ხალიფის ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო. ეს შემთხვევა აღარ წარმოადგენს მხოლოდ სპორტულ სკანდალს. იგი გახდა საფუძველი მწვავე დისკუსიებისა ბიოლოგიასა და იდენტობას შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, როგორც თანამედროვე საზოგადოებაში, ისე საერთაშორისო სპორტის სფეროში. იტალიელმა ანჟელა კარინიმ, რომელიც იმანე ხალიფის პირველი მეტოქე იყო, ოლიმპიურ რინგზე არა მხოლოდ ფიზიკური ჭრილობები მიიღო, არამედ ხალიფის დარტყმები მისი სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა. კარინიმ ალჟირელ მოკრივესთან ბრძოლა სულ რაღაც 46 წამში შეწყვიტა. ხალიფის დარტყმებმა ბიოლოგიური ქალი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ არაუბრალოდ ჯანმრთელობის დაზიანების, არამედ სიცოცხლის ხელყოფის რეალური რისკი შეექმნა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქალთა სპორტის სახელით რინგზე იბრძვიან ადამიანები, რომელთა ფიზიკური სიმძლავრე ზღვარს სცდება და ჯანმრთელობასთან ერთად მათ სიცოცხლესაც რეალურ საფრთხეს უქმნის. ეს დრამატული სიმბოლოა იმ სიღრმისეული კრიზისისა, რაც თანამედროვე სპორტს და მთლიანად ქალთა შეჯიბრებებს ემუქრება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მასობრივი κρიტიკის ქარცეცხლში მოექცა იმის გამო, რომ კარინი უკიდურესად საშიშ მდგომარეობაში ჩააყენა, როდესაც იმანე ხალიფის ბიოლოგიური მამაკაცის წინააღმდეგ დააპირისპირა. იტალიელმა მოკრივემ განაცხადა, რომ დაპირისპირების დროს ის უკვე ვეღარ სუნთქავდა. ბრძოლის დროს ისმოდა, როგორ ეუბნებოდა კარინი თავის მწვრთნელებს, რომ ეს უსამართლობა იყო. რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო კრივის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ყველა 18 წელზე უფროსი სპორტსმენი სავალდებულო სქესობრივი ტესტირების გავლას დაექვემდებარება. ამ პოლიტიკის ფარგლებში ალჟირელი მოკრივე იმან ხალიფი, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა, კონკრეტულად იქნა მოხსენიებული. ფედერაციამ განაცხადა, რომ ხალიფს ტესტირება უნდა ჩაუტარდეს, რათა მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება მიეცეს. სავალდებულო ტესტირების შემოღება იქნება სქესის, ასაკისა და წონის შესახებ ახალი პოლიტიკის ნაწილი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა მონაწილის უსაფრთხოება და შეიქმნას თანაბარი კონკურენტული პირობები მამაკაცებისა და ქალებისთვის. თუმცა 26 წლის ალჟირელი ტრანსმოკრივი აცხადებს, რომ არ ნებდება და უკვე 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, სადაც მისი სიტყვებით მეორე ოლიმპიური მედლის მოპოვება აქვს მიზნად დასახული. ეს პოზიცია მის გადაწყვეტილებაში ნათლად გამოჩნდა მისი მედიისთვის მიცემული კომენტარებით, სადაც ამბობდა, რომ არაფერი დასრულებულა და მუშაობას გააგრძელებს. თუმცა სწორედ ეს გაგრძელება ცხადყოფს, რამდენად ღრმადაა სპორტში ფესვგადგმული ბიოლოგიური რეალობის უარყოფა და ფსევდოიდენტობების ლეგიტიმაცია, რომელიც ქალთა სპორტის დაცვას კი არა მის დათრგუნვას უწყობს ხელს. იმანე ხალიფი, რომელმაც უკვე ერთხელ მოიპოვა გამარჯვება ქალთა რინგზე, მამაკაცური ძალის წყალობით ახლა მეორედი ბრძვის არა სპორტისთვის, არამედ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიური ქანდაკების დასამკვიდრებლად. ეს კი აღარ არის მხოლოდ ოლიმპიური ამბიცია, ეს არის ღიად გამოცხადებული ომი ქალის არსებობის საზღვრებზე. ლოს-ანჯელესის ოლიმპიადამდე ჯერ კიდევ 3 წელია, მაგრამ პარიზის სკანდალი ისეთი ხმაურიანი გამოდგა, რომ ქალთა კრივში მონაწილეობის მისაღებად პირობები უკვე სერიოზულად გამკაცრდა. იქამდე რომ ყველა სპორტსმენმა სქესის დასადგენად პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გენეტიკური ტესტი უნდა გაიაროს. ტესტი ქრომოსომულ მასალას პირის ღრუს ნაცხის, ნერწყვის და სისხლის მეშვეობით აფიქსირებს. თუ ამ ტესტის ჩაბარება საბოლოოდ გადაწყდა, მის გავლას იმან ხალიფი ნამდვილად ვერ შეძლებს. ასე რომ მისი ბაქი-ბუქი მეორე ოლიმპიურ ოქროზე ძალიან გადაჭარბებულია. გამოქვეყნებული ანალიზის შედეგებით კი მეორე კი არა, წესით და რიგით პირველ მედალს უნდა აბრუნებდეს უკან. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა კი სულ მცირე თანამდებობას უნდა ტოვებდეს. გვერდში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. სხვადასხვა სულ რამდენიმე თვის წინ მანჩესტერის უნივერსიტეტის განვითარების ბიოლოგიის პროფესორმა ემა ჰილტონმა ჩაატარა კვლევები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ საშუალო ძალის მქონე მამაკაცს შეუძლია 162% უფრო ძლიერი დარტყმა განახორციელოს, ვიდრე ქალს.
ეს კი ნიშნავს, რომ რინგზე კაცთან მოჩხუბარი ქალი ჯანმრთელობის დაზიანების კი არა, სიცოცხლის ხელყოფის რისკის ქვეშ დგას. დროებით.